უნგრეთი ნატოს სამიძე საქართველოს და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას დაბლოკავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ევროპეისკაია პრავდა ავრცელებს. გამოცემის თქმით, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ნატოს გენერალურ მდივანს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ ბრიუსელის სამიძე ნატოს რეზოლუციას დაბლოკავს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის საკითხებს ეხება. ამის მიზეზი გამოცემის თქმით, ერთის მხრივ ბუდაპეშტსა და კიევს შორის უთანხმოება, რომელიც უკრაინაში უნგრელი უმცირესობის ენის საკითხს ეხება. რა გამოხმაურებები მოხდა საქართველოში უნგრეთის გადაწყვეტილებას რუსთან დუმბაძე გვეტყვის. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უნგრეთისა და უკრაინის ქვეყნებს შორის დაპირისპირების გამო შესაძლოა საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაიბლოკოს, საფრთხის შემცველად არ მიიჩნევენ უმრავლესობაში. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ უნგრეთი არ არის გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა და მისი დაპირისპირება უკრაინასთან არ მოახდენს გავლენას საქართველოს გაწევრიანებას ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. ასევე უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ის ურთიერთობები, რომლებიც ხელისუფლებას აქვს როგორც ევროპულ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრ ქვეყნებს შორის რაც შეიძლება მალე შეუერთდეს. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო და თბილი მეგობრული ურთიერთობები. მე მჯერა, რომ რაღაც მესამე გარემოება ასეთ ურთიერთობებზე განლენას ვერ მოახდენს და არ მოახდენს. ყველაფერის წინ არის, კვლავ და კვლავ მჯერა იმის, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და მეგობრობის ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელსაც ქვია შესაბამისად ნატოს სამიტი, საქართველოს მხოლოდ ხარდაჭერა ექნება მის ასე ვთქვათ, ისტორიულ არჩევანზე გახდეს ევროპული ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. მე ამგონია, რომ უნგრეთში იყოს ჩვენი ნატოში შესვლის გასაღები. ამიტომ ჩემი შეფასება ასეთი იქნება, რომ არ ვიცი რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე, შესაბამისად მათი ურთიერთობები უნგრეთთან არ ვიცი, შეიძლება რამე განათლების კანონის მიღმა, შეიძლება სხვა პრობლემებიც ჰქონდეთ ერთმანეთთან. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ გასაღები უნგრეთში არ დევს და ბუდაპეშტში საქართველოს ნატოში შესვლის, ამას დაგიდასტურებთ. ამას სჭირდება გადაწყვეტილებები იმ ქვეყნების, რომლებიც გავლენა აქვთ ბუნებრივია ნატოშიც გადაწყვეტილებებზე. ამიტომ მე დიდი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება წარმატება. მე შეგახსენებთ, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება გამოიწვია უკრაინის მიერ მიღებულმა განათლების შესახებ კანონმა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა უნგრეთმა, რომ მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ნატოში შესვლას, თუმცა ვინაიდან უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი სამიტზე ერთ პაკეტში განიხილება, ამიტომ ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის, თუმცა როგორც უკვე მოისმინეთ, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ეს სიტუაცია საქართველოს წამგებ პოზიციაში არ აყენებს.